მისი ამერიკული გზა 2000 წელს ზიან ფლორიდაში დაიწყო, სადაც ჩოგბურთის ტურნირზე ჩავიდა. იმავე წელს საქართველოში ჩამოვიდა რობერტ ჯოსეფ დესტაიგი, რომელმაც მას და მის დას ამერიკაში საკუთარ აკადემიაში წაყვანა და სპონსორობა შესთავაზა. ამ ინიციატივის დიდი ხელშეწყობი გახდათ ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ მაკეინი. ამის შემდეგ წელიწადის ნახევრის შემდგომ ამერიკაში ატარებდა, ვარჯიშობდა, ემზადებოდა, შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა საქართველოში. 2008 წელს მშობლებთან ერთად საბოლოოდ დასახლდნენ ამერიკაში. ჩოგბურთელის სახელით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, კრიმინალური სამართლის ფაკულტეტზე და მიიღო სწავლის სრული დაფინანსება. პარალელურად მონაწილეობდა შეჯიბრებებში და გაიმარჯვა. ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში 2015 წელს გამარჯვება მოიპოვა Open National Playoffs აღმოსავლეთ ამერიკის სექციის ტურნირზე, რაც გარდამტეხი ეტაპი გახდა სპორტულ კარიერაში. იმავე წელს დასთან ერთად დაარსა ჩოგბურთის აკადემია Olympus Way, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს ნიუ-იორკში, ფილიალებით ნიუ-ჯერსში, პენსილვანიასა და ტეხასში. დღეს ეს ორგანიზაცია არა მხოლოდ სპორტული აკადემიაა, არამედ ახალგაზრდული ლიდერობის და გაძლიერების პლატფორმაა. ამის შემდეგ საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობდა, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა რთული იყო. იმ სფეროში, რომლის შინაარსი მაშინ სრულიად უცხო იყო ამ ხელა ქვეყანაში. უცხო ადამიანებსა და გარემოში პატარა გოგონასთვის ოცნებაც კი სარისკო ჩანდა. ამ დროსაც როგორც ყოველთვის გადაწყვეტი აღმოჩნდა მამის გვერდში დგომა, რომელიც მისთვის გახდათ მეგობარი, თანამოაზრე და თანამებრძოლი, ამოსავალი წერტილი და მისაბაძი მაგალითი. თავიდან ბიზნეს საქმიანობა უძრავი ქონების შეძენით დაიწყო, შემდეგ სამშენებლო და დეველოპმენტის სფეროში შეაბიჯა, საქმეს მოყვა და სხვა ბიზნეს სექტორებშიც ჩაერთო. ყველაზე რთული ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამყაროში შეღწევა იყო, სადაც არენა გიგანტებს და ძირძველ ამერიკულ დინასტიებს ჰქონდა დაყოფილი და 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ, დაუღალავი ბრძოლის შემდეგ, დაჟინებული შრომით შეძლო შეღწევა ამ სივრცეში, სადაც ადგილი თითქოს არ იყო. დღეს მისი კომპანიები წარმატებით ოპერირებენ წამყვან ქსელებზე და სრულიად აღმოსავლეთ ამერიკის სახელმწიფო კონტრაქტებს ფლობენ. მათ მიერ გადაჭიმულია მილიონობით ფიტი ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზები, რომლებიც გადის შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, სადაც გიგანტები აშენებდნენ წარსულს, მათ გადაჭიმეს მომავალი. უდიდესი ბრძოლის შემდეგ ამერიკის ბიზნეს სამყარო მიიღო და აღმოჩნდა დიდ ბიზნეს ცენტრებს. დღეს მისი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულ სექტორს: ოპტიკურ ბოჭკოვანი ინჟინერია და ინფრასტრუქტურული მშენებლობა, სადაც მისი კომპანიები მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში და ახორციელებენ სტრუქტურულად მნიშვნელოვან პროექტებს. სამშენებლო დეველოპმენტის სექტორი, რომელიც ფარავს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების მშენებლობასა და მართვის, ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო გადაზიდვების სხვილი კომპანიების. მისი ბიზნესები წარმატებით ფუნქციონირებს ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსში, პენსილვანიასა და სხვა შტატებში. 2024 წლის 22 სექტემბერს ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელთა ყრილობაზე მის კენჭისყრის შედეგად არჩეული იქნა ასოციაციის პრეზიდენტად. ეს არის არაკომერციული და არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც 2022 წელს დაარსდა ნიუ-იორკში. მისი მისია ხელი შეუწყო საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, ოფხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გამტკიცებას და ქართული დიასპორის მხარდამჭერი პლატფორმის შექმნას. ის არის ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრის გაპას ბორდის წევრი და აქტიური ორგანიზატორი მოძრაობისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაერთიანებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ლობის შექმნას მუნიციპალური, შტატის და ფედერალურ დონეებზე, მათ შორის კონგრესსა და სენატში. ის ემსახურება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გამტკიცების უმნიშვნელოვანეს მისიას. ყოველთვის ხელმძღვანელობს ერთი ძირითადი პრინციპით, რომ არის ქართული დიასპორის ღირსების მსახური და არასოდეს უღალატებს ამ პრინციპს, რადგან ჯერა ძლიერ დიასპორას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის ბედი და შექმნის უსაფრთხო, სტაბილური მომავალი სამშობლოსთვის.
ამჟამად მეუღლესთან ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს ამერიკაში. ღრმად წამს, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მიაღწია, უფლის ხელდასმით იყო. ამ რწმენი ცხოვრობს და საკუთარ შვილებსაც ამას ასწავლის. გაუკეთეს სხვა სიკეთე მაშინაც, როცა არავინ გიყურებს და მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ, რადგან სწორედ ასეთ დროს იბადება ნამდვილი სიძლიერე და ადამიანობა. და ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ასევე 2025 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური, ანუ მართველი პარტიის პრაიმერში. მისთვის ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება, არამედ ისტორიული მნიშვნელობის მომენტი პირველად ისტორიაში. ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო ბიულეტენზე ქართველი კანდიდატი ოფიციალურად იყო წარმოდგენილი. ეს პატივი მას ერგო და ამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის კიდევ ერთი ხიდი, ღირსებით, შრომით და ერთგულებით აგებული. ეს იყო იმ დიასპორის ხმა, რომელიც ქვეყნის გარეთაც აგრძელებს სამშობლოს სახელის ღირსეულად ტარებას. ამაყად აცხადებს, რომ ეს გამარჯვება ქართველებმა ერთად მოიპოვეს და ეს იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მტკიცედ ჯერა, რომ წარმოშობა ბარიერი კი არაა, ძალა, რომელსაც ისტორია წერს. მაშასე სიამაყით მოვიწვიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სულ 2 კვირის წინ ქეთევან გოლდი არჩეული იქნა ბრუკლინის და ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ. ქეთევან გოლდი, ჩვენი შემდეგი ნომინანტი. მისი მეუღლე აქამდე ყოველსაცილად ქეთევანს ჯილდოს გადასცემს დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი პროფესორი ნანა ჯიქია. მოგესალმებით, გილოცავთ თითოეულ დიასპორას დღევანდელ დღეს, საიუბილეო თარიღს. 10 წელი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რაც გააკეთა ქალბატონმა ინამ. 10 წლის მანძილზე მან ჩვენი გაბნეული მარგალიტები მართვალ აგროვა და ჩაახუტა სამშობლოს. შეყარა ერთად, ამის ნათელი დასტურია ის, რომ თქვენ დღეს ასე ერთად ხართ. მადლობა მას კიდევ ერთხელ ამისთვის, ნამდვილად იმსახურებს. ძალიან დიდ მადლობას ყველა იმ კეთილი საქმისთვის, რასაც ქართულ საქმეს მოახმართ. ჩემთვის ნამდვილად საამოყვა და ორმაგი პატივია, რომ დღეს ქალბატონ ქეთევანს უნდა გადავცე ჯილდო. ქალბატონს, რომელსაც სამშობლო და რწმენა დააქვს გულით მეამის მომსწრევარ შორეულ ამერიკაში, რომელიც აკეთებს უამრავ კარგ და კეთილშობილურ საქმეს და რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. გილოცავთ კიდევ ჯილდო. ეს დიასპორის სახლის სახელით, როგორც თქვით, თქვენი სახელითაც გავრთ. სერტიფიკატი გადაეცი და ახლა დაასაძლებთ კიდე ეგეც გითხრა. მადლობა. ქალბატონი ქეთევანი ჩვენ ავირჩიეთ დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორად. ის დღეიდან ჩვენი გუნდის წევრია და კიდევ უფრო ახლოს იქნება ჩვენთან და კიდევ უფრო ბევრ კარგს ემსახურება. გილოცავთ ქალბატონო ქეთევანს სიმბოლურად დიპლომს მოყვება მინიატურული ბიბლია, მეწერან თქვი, რომ თქვენ სამშობლოს რწმენას გულით დაადარებთ და თქვენ სამუშაო მაგიდაზეც რო იდოს ეს ყველაფერი, ამისთვის სიმბოლურად მოვაყოლეთ დიპლომს. ისეთი ვიზუალი გაქვს, უკარო გახვიდე მაინც გამოჩნდება, მაგრამ ამ შემთხვევაში შუაში დგომას იმსახურებ. უღმესი მადლობა ბატონო კახა, უღმესი მადლობა ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა. ეს ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული დღეა და უდიდესი პატივია ჩემთვის თქვენთან ერთად აქ ყოფნა. ეს ჯილდო მხოლოდ ჯილდო არ არის ჩემთვის, ეს სასიცოცხლო ხიდია ჩემსა და ჩემს ხალხს შორის. ეს ალბათ იმ ჯილდოებითაგან, რომელიც ოდესმე მე მივიღე, ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ჩემი ხალხის და ჩემს შორის გადებული ხიდია. უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა დიასპორის სახლს, ლიდერს დიასპორის სახლის ქალბატონ ინა ასანიძეს. ქალბატონი ინა მრავალი წელია დიასპორის სადანაჯოზე დგას და სიყვარულით გვაერთიანებს.
ქალბატონაინა უღმესი მადლობა ჩემთვის დიდი პატივია გილოცავ თამარა ჩვეულებრივ საღამოს კიდევ ერთხელ და თქვენ კიდევ ერთხელ შეძელით ჩვენი გაერთიანება და სიყვარულის და ბედნიერების დათესვა ჩვენს გულებში ასევე დღეს ამ დარბაზში იმყოფება ჩემი და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და მხარდამჭერი რომელიც ჩემთან ერთად ჩამოფრინდა ნიუ-იორკიდან რათა ჩვენი სიხარული გაეზიარებინა რესპუბლიკური პარტიის GOP პირველი ვიცე-თავმჯდომარე ქალბატონი სვეტლანა ზელენსკაია Thank you very much Svetlana for your love and respect for the Georgian people უღმესი მადლობა ღმერთმა დალოცოს საქართველო ღმერთმა დალოცოს ამერიკა უღმესი მადლობა თქვენი მაღალი ყურადღებისთვის დიდი მადლობა მადლობა ქეთევას მეუღლეს დახმარება ახლა პრიზების დაგებაში გავშენდი დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ